არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორი ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის მხრიდან მხოლოდ იანვრის თვეში 3 მილიონი ლარის ავეჯის შესყიდვაზე საუბრობს. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ავეჯი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძინა, რაშიც უწყებამ ბიუჯეტიდან 797,000 ლარი დახარჯა. მისი თქმით, 430,500 ლარი დაუჯდა ახალი ავეჯი თავდაცვის სამინისტროს. 191,000 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ხოლო მერიასა და საკრებულოში ავეჯში გადახდილი თანხის ოდენობამ კი 156,000 ლარი შეადგინა. გივი კუბლაშვილი თვლის, რომ ქვეყანას დღეს ავეჯში ამოდენობის თანხის დახარჯვის ფუფუნება არ აქვს და სახელმწიფო უწყებების ქმედება გაუმართლებელია. ყველაზე დიდი შესყიდვები ამ სიტუაციაში, აი ამ პერიოდში, ერთვის მანძილზე არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. 796,000, თითქმის 800,000 ლარი აქვს დახარჯული მას ავეჯში და ეხლა მოგახსენებთ, რა სახის ავეჯზე არის აქ საუბარი. ეს არის მაგალითად საოფისე სკამი 40 ცალი, გორგოვაჭებიანი სავარძელი 200 ცალი, საწოლი 1 მატრასიანი და ასევე საწოლი 2 მატრასიანი, 2 ცალი 1 მატრასიანი, 1 ცალი 2 მატრასიანი. გასაგებია, რომ კი შეიძლება 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ყოველდღიურად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მატულობს სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა, არ მგონია, რომ მთავრობის რომელიმე წევრს ჰქონდეს იმისი უფლება და იმის ფუფუნება, რომ ავეჯი შეიძინოს ბიუჯეტის ხარჯზე.